აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებს შეხვდა, სადაც სკოლაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები. გიორგი ჯინჯარაძის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განათლების სფეროს გაძლიერებისთვის მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. Დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აფხაზეთის სკოლები, ჩვენი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის. მათი ღვაწლი არის შეუფასებელი და ნამდვილად გმირობის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენი მთავრობა აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას მათ ღირსეულ გარემოზე, რათა შეძლონ სწავლა-სწავლების პროცესი გააგრძელონ გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენი სკოლის ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო, რადგანაც ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, ვისაუბრეთ სკოლის საჭიროებებზე.